გამარჯობა მეგობრებო, წინა ვიდეოში მოგიყევით იმის შესახებ თუ როგორ იყენებენ ჩინელი და ჩრდილოეთ კორეელი ჰაკერები ხელოვნურ ინტელექტს თავისი ბოროტმოქმედებისთვის. მომდევნო ვიდეოში, რომელიც იმ ვიდეოს მეორე ნაწილი იქნება, აუცილებლად მოგიყვებით რუსი ჰაკერების შესახებაც, მაგრამ ეხა აი ამ პატარა ვიდეოში მინდა მოგიყვეთ ის ამბავი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მოხდა. ეს თემა უკვე გამოსწორებულია, მაგრამ კარგად ასახავს იმას თუ რა ხდება, როდესაც დაუფიქრებლად და გაუაზრებლად ისეთი კომპანიებიც კი, როგორიც არის Meta, მრავალ მილიარდიანი კომპანია ჩაუშვებს ხოლმე ხელოვნურ ინტელექტს. პირველ რიგში ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ რაღაცეები შესაძლებელი ხდება ხელოვნური ინტელექტით, მაგალითად კიბერდანაშაულის ჩადენა, ნუ ჩაიდენთ კიბერდანაშაულს, ნუ აიღებთ ამ ვიდეოდან ან ესეთი ნიუსებიდან ინსპირაციას და ნუ ეცდებით, რომ ვიღაცის პროფილში ან იმეილში შეაღწიოთ, იმიტომ რომ ეს არის დანაშაული, რომელიც იჯდება კანონით და ადრე თუ გვიან აუცილებლად გაგიგებენ, ან მცდელობასაც შეიძლება გარკვეულ რაიმე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოყვეს. ამიტომ ნუ ეცდებით, რომ ბოროტად გამოიყენოთ ეს ახალი ტექნოლოგია. ხო და აი ეს ახალი ტექნოლოგია ბოროტად გამოიყენეს სხვადასხვა ჰაკერებმა, რომელმაც ძალიან მარტივად მოახერხეს, რომ უბრალოდ მოეტყუებინათ Meta-ს, ანუ Facebook-ი და Instagram-ი, რომელ კომპანიასაც ეკუთვნის, იმათი ჩატბოტი. მოკლედ მოხდა ის, რომ Meta-მ ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა, რომ თავისი customer service-ი ჩაენაცვლებინა ჩატბოტებით მთლიანად და იმისთვის, რომ თავისთავად ცხადია, რომ ეკონომია გამოიწვია. ეხლა ეს სტრუქტურულად როგორ არის, შეიძლება იქ რაღაცა რთული თემები ადიოდა ისეთ აგენტებთან, რომლებიც ადამიანები არიან და ისინი გეურთიერთებიან, მაგრამ ზოგადად იმისთვის, რომ ასწრაფებულიყო და გაიაფებულიყო ეს პროცესი, იმიტომ რომ ფული აკალია მარკ ზუკერბერგს და სონის ვეღარ ითამაშებს თავის ბუნკერში, რომელიც ააგო იმისთვის, რომ აპოკალიფსი თუ მოხდება ის და თავისი სადმაკაცო იქ ჩავიდნენ და მე ერთმანეთს იქ UFC-ს რინგზე ჭუბონ ხოლმე, ანუ მაგისთვის ფული აღარ აქვს თურმე. მარკ ზუკერბერგს და გადაწყვიტა, რომ ეკონომია გაეკეთებინა customer service-ზე. ეს ვიღაცა ტიპები მივიდნენ მოკლედ ამ შენ ჩატბოტთან და უთხრეს, რომ პაროლი დამავიწყდაო და დამიმატეო ახალი იმეილი აკაუნტზეო და ამ ახალ იმეილზე გამომიგზავნეო ახალი პაროლიო. ხო და ეს იმეილი მისცა AI chatbots, იმ AI chatbotმა ამ იმეილზე გაუგზავნა ვერიფიკაციის კოდი ახალ იმეილზე, რომელიც ამ ჰაკერს ეკუთვნოდა. ამ ჰაკერმა აიღო ეს კოდი, ჩაუგდო მე ამ შენ AI chatbots და ამ AI chatbotმა, იმიტომ რომ აი ეს ვერიფიკაციის პროცესი შესრულდა და ამის ინსტრუქცია ჰქონდა წინასწარ ჩადებული, როდესაც ჩაუშვა Meta-მ, აიღო და ეს ჰაკერის იმეილი ჩაამატა აკაუნტზე. ნუ ეს თავისთავად ცხადია ნებისმიერ პროფილზე შეიძლება მომხდარი. და იქ იყო, რომ რამდენიმე სხვადასხვა მაგალითად Space Force-ი, ანუ ამერიკის სამხედრო ერთ-ერთი სამხედრო განაყოფი, რომელიც ტრამპმა შექმნა, იმისი უფროსი ვინც არის, იმ კაცის პროფილიც კი მოიპარეს მოკლედ. და იქ Reddit-ზე და სხვადასხვა სოციალურ ქსელებში იყო ადამიანები ამბობდნენ, რომ ამ ხერხით მათი პროფილები გატეხეს. ხო და მე ესე იგი ამ ვერიფიკაციის კოდს რო ჩაუგდებდა ეს შენი ჰაკერი chatbots, ის chatbot პირდაპირ იქვე ჩატში აძლევდა password resets, ანუ რო დააკლიკავდა შენ ახალი პასვორდის დაყენების უფლებას რო გაძლევს, მაგის ლინკს აძლევდა ეგრევე. ანუ აქ მოხდა ეგეთი რაღაცა, რომ არც შეტევა იყო საჭირო კიბერშეტევა, რომ აი პაროლების გატეხვა, არც მაგალითად ეგრეთ წოდებული ფიშინგი, როდესაც გიგზავნიან ყალბ ლინკს და გგონია, რომ შენი პაროლი შეგყავს Facebook-ზე ან Instagram-ზე, მაგრამ სინამდვილეში ჰაკერის შექმნილ საიტზე შეგყავს და ის პაროლი მე მისდის იმას და შესაბამისად ამ მონაცემებს მე იყენებს იმისთვის, რომ შენ პროფილზე შევიდენ, ან მაგალითად რაღაცა პროგრამა დაგიყენეს კომპიუტერზე, რომლითაც მოგპარეს რაღაცა მონაცემები, არაფერი მსგავსი ამ შეტევისთვის საჭირო არ ყოფილა, უბრალოდ AI chatbots თხოვა ტიპმა და არც ორიგინალი, ანუ თავარი იმეილი, რომელიც იყო მიბმული ამ აკაუნტებზე, იმადზე წვდომაც კი არ დასჭირდათ. ანუ უბრალოდ ახალი იმეილი მისწერა chatbots, უთხრა, რომ ამაზე გამომიგზავნეო პაროლიო, გაუგზავნა იმან ვერიფიკაციის კოდი, ეს ვერიფიკაციის კოდი ამან დაუბრუნა ამ შენ chatbots და იმან ეგრევე პაროლი შეაცვლევინა. აი ეს იყო მთელი ამბავი. ოფიციალურად გამოაცხადა Meta-ს წარმომადგენელმა, რომ ეს თემა არის მთლიანად მოგვარებული და შესაბამისად ეს უსაფრთხოების ეს ხრელი ამოივსო, მაგრამ თავისთავად ცხადია ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავინახოთ, რომ აი ესე უაზროდ ჩაშვება chatbot-ებისა, მათ შორის ისეთ კომპანიებს, როგორიც Meta, ცუდ მდგომარეობაში აყენებს უსაფრთხოების მხრივ. ხო და შესაბამისად აი ეს რაღაცა უაზრო ყველაფერში უაზროდ გამოყენება AI-ს
გვაჩვენებს იმას, რომ არ არის მართებული და იქ მაგალითად არის ბევრი კომპანია, რომელიც უარს ამბობს, რომ რაღაცეებზე წვდომა მისცეს, იმიტომ რომ რასაც ამბობენ უსაფრთხოების ექსპერტები არის, რომ თუ რაღაცაზე წვდომა და რაღაცის პრივილეგია აქვს მიცემული ხელოვნურ ინტელექტს, რაღაცა გზა ყოველთვის იარსებებს იმისთვის, რომ აი ეს პრივილეგია გამოაყენებინო. ანუ ამ შემთხვევაში AI chatbots ჰქონდა იმისი უფლება და პრივილეგია კომპანიისგან მიცემული, რომ აიღოს და პასვორდი შეცვალოს და თან ამაში წინასწარ არ იყო ჩადებული ის, რომ ვიღაცა რომ მოგთხოვს ამას, გაარკვირო მართლა ის ამ პროფილის ხლობელი გეკითხება თუ არა. ანუ აი ეს მექანიზმი ჩადებული არ ჰქონია. ზოგადად უნდა ვიცოდეთ, რომ უდიდესი ჰაკერული ჯგუფები, რომელზეც ვილაპარაკე წინა ვიდეოში, ისინიც არ არიან საჭირო, უბრალოდ ვიღაცამ აი ესე ცადა რომ მოეტყუებინა AI chatbot-ი და მოატყუა. მოკლედ აი ესეთი ამბები არის მეგობრებო და ამას ვამბობდი რა წინის წინა ვიდეოში, როდესაც ვამბობდი, რომ სოციალურ ქსელებთან მიმართებაში, როდესაც უპასუხისმგებლად ეკიდებოდნენ რაღაცეებს და ჩვენ ინფორმაციას, ეს არის ამისი მაგალითი. რომ გადაწყვიტეს, რომ უბრალოდ რაღაცა ახალი ტექნოლოგია დანერგონ გაუაზრებლად და აი ამხელა ფილარმონია კომპანია, აი ამ ტიპის უსაფრთხოების ხვრელით შემოვიდა ბაზარზე თავისივე ხელოვნური ინტელექტით. წინა ვიდეოში იმას ვამბობდი, რომ ფრთხილად ვიყოთ და ყურადღება მივაქციოთ იმას თუ რას ვაკეთებთ ონლაინ და კიბერუსაფრთხოება ჩვენივე ჩვენ თვითონ დავიცვათ თქო, მაგრამ ამისთან რაღაცეები როდესაც ხდება, არ ვიცი მოკლედ რა უნდა ვთქვა, საბედნიეროდ ამოვსებულია ეს ხვრელი, მაგრამ აშკარა არის, რომ უფრო მეტი ესეთი საფრთხე გველის, რომელიც პოსტფაქტუმ გვარდება ხოლმე, იმიტომ რომ ამ ხალხის, როგორც აღვნიშნე, ამ ხალხის მთავარი მიზანი არის, რომ ფული აკეთონ, ფულის ეკონომია გააკეთონ და მერე რაღაცა თუ მოხდა ეხა ჯანდაბას გააკეთებენ რა. ზუსტად ოფიციალური ამბავი არ არის ცნობილი, რამდენი ესეთი პროფილი გატეხეს, მაგრამ რავი, რამდენიც არ უნდა გაიტეხათ, საკმარისი არის ჩემი აზრით, ხო და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ნუ ეცდებით რომ მსგავსი რაღაცა ჩაიდინოთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი დანაშაული და ნუ მიიღებთ რაღაცა იდეებს ეხა აქედან, რომ მოდი ეხა ვიღაცის პროფილი გავტეხო და რაღაცეები, ნუ იზამთ ამას, იმიტომ რომ ეს არის დანაშაული.